ყველა ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე როგორც ყველა გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტი. ვაჟა-ფშაველა 1905 წელი. ერთი საუკუნის შემდეგ ამ სიტყვებში ყველაზე კარგად აქვთ ეს ავღანეთია, ჰელმანდის პროვინცია, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლეზერნიკის ბაზაზე, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს სამშვიდობო ოპერაციას ასრულებენ. ამბოხებულთა წინააღმდეგ დაგეგმილ ISAF-ის ამ მისიაში სულ 1600-მდე ქართველი მონაწილეობს. ჩვენი ეს რეპორტაჟი კი ეძღვნება ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს, ვინც ავღანეთში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს. ჩვენი დღევანდელი იმედის გმირი ბესო ღუდუშაური აქ სწორედ ამ იდეას ემსახურება. ის 2008 წლის აგვისტოს ომში დაიჭრა და ფეხი დაკარგა, ჰქონდა რთული პერიოდი, თუმცა გავიდა დრო და მან თავის თავს უთხრა, ვემსახურები საქართველოს და ის ახლა ჰელმანდშია, აქ მსახურობს. ვნახოთ იმედის გმირი კაპიტანი ბესო ღუდუშაური, ანუ პატრიოტიზმი კოსმოპოლიტიზმის კონტექსტში. შეერთებულ ძალებში შევედი 2002 წელს და საკმაოდ გვიად მომიწია შესვლა შეერთებულ ძალების რიგებში. უკვე 29 წლის ასაკში ვიყავი, მაგრამ ვთვლიდი, რომ ყველა მამულიშვილის ვალია, რომ იმსახუროს საკუთარ სამშობლოს. მით უმეტეს მეძდება ორი ბიჭი. თამამად უნდა შემეძლოს ჩემი შვილების თვალებში ჩახედვა და მე თქვას, რომ მე ჩემი ვალი მოვიხადე ჩემი სამშობლოს წინაშე. 2008 წელს მივიღე მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს ომში, სადაც დავიჭერი საარტილერიო ჯურვის დაცემის შედეგად დავკარგე ფეხი. მეგობრებმა სწრაფად მოახერხეს ჩემი ევაკუაცია და გადაგზავნილი ვიყავი ვიქენი ჰოსპიტალში, სადაც გამიკეთდა ოპერაცია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რთული მომენტები, როცა გონია, რომ ყველაფერი დაამთავრდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ეს ჩემ ცხოვრებაში, როცა გავიაზრე, რომ აღარა მაქვს ფეხი, ვეღარ ვიქნები აქტიური წევრი, როგორც პედანიშნულების თუ არა, საერთოდ შეიარაღებული ძალების და ამან ძალიან მძიმეთი მოქმედა ჩემ აზროვნებაზე, მაგრამ სახელმწიფო მე დამანახა, რომ ჩემი მსახური გაგრძელდება, უბრალოდ სხვა მიმართულებას მიიღებს. რაღაცა შეემთხვევა ადამიანს, ორი მხარე აქვს რა და შეიძლება ითქვას, რომ მე არ გამიმართლა, რომ ეს ჭურვი მე დამეცა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირიქით გამიმართლა და გადავრჩი და გავაგრძელე ცხოვრება. მქონდა ის მძიმე წუთებიც, როცა ვფიქრობდი, რომ მომავალში რას გავაკეთებდი და
სხვის შესანახი არ მინდოდა გამختარიყავი. ამისთვის მე დამჭირდა 6 თვე რომ ჩამდგარიყავი წყობში, დაბრუნებულიყავი ჩემ ქვედანაყოფში. რა თქმა უნდა, მე ვეღარ გავაგრძელე ჩემი კარიერა როგორც პედანიშნულების ჯგუფის წევრი, მაგრამ გავაგრძელე როგორც შტაბის ოფიცერმა. როდესაც დადაგა საკითხი ავღანეთში გამგზავრების თაობაზე, მე გამოთქვი სურვილი, ჩემი აქ ყოფნით, ანუ ყველა ქართველის აქ ყოფნით ამ მისიაში ვინც მონაწილეობს, ჩვენ მემსახურებით საქართველოს არ არის აუცილებელი რომ ეს ტერორიზმი კართან მოგვადგეს. ჯობია რომ მოშორებით ებრძოლო მაგას და ერთ-ერთი მისია არის ეს, რასაც აკეთებს ქართული კონტინგენტი ავღანეთში. რამდენიმე ფაქტორია, რაც გამოადგება საქართველოს მომავალს. ეს არის პირველ რიგში, რომ ვქნით უსაფრთხოების პირობას ჩვენ სამშობლოსთვის, ტერორიზმის ალბათობას ვამცირებთ. მეორე მხრივ ვითარდება და გამოცდილებას ღებულობს ქართული ჯარი აქ მოღვაწეობისას. ვფიქრობ, ვინაიდან საქართველოს აქვს სურვილი ნატოში გაწევრიანებისას, ჩვენ ვქნით იმის საწინდარს, რომ უახლოვდებით ნატოს სტანდარტებს და ვუმტკიცებთ საერთაშორისო საზოგადოებას იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია მათთან ერთად ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი უსაფრთხო გარემო. რასაც ჩვენ აქ ვებრძვით, ეს არის გლობალური ტერორიზმი. ნებისმიერი ქვეყანა დგას გლობალური ტერორიზმის საფრთხის ქვეშ და აქ ჩვენი სამსახური სწორედ იმას ემსახურება, რომ დავამარცხოთ გლობალური ტერორიზმი და ასე ვთქვათ, ბოლომდე მივაღწიოთ წარმატებას აქ ავღანეთში, რადგან ეს ნებისმიერ ქვეყანას უხადის საფრთხეს სამომავლოდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ხდება ახალი ტექნიკის შეერაღების შესწავლა, ახალი გამოცდილების მიღება და თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მუშაობთ ამერიკულ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ვართ მათ დაქვემდებარებაში, მათთან ერთად დავდივართ ოპერაციებზე და ეს არის ძალიან უმნიშვნელოვანესი, ასე ვიტყოდი მე, გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ აქ თითოეულ ოპერაციაზე. თვითონ ოპერაციები არის ძალიან სახიფათო, ძალიან საშიში, სამწუხაროდ ყავს დანაკარგი, არიან დაშავებულებიც, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი გამოცდილების ფასი. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ყავს ისეთი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც თავიანთი მორალური მდგრადობით დაამტკიცეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან დაშავებულები სამხედრო მოქმედებების დროს, ისინი აგრძელებენ და არიან სრულყოფილი წევრები ჩვენი შეერაღებული ძალების. ეს ალბათ იმედის მომცემია ყველასთვის და როცა ბესოს უყურებთ, ძალიან დიდ მოტივირებას გვაძლევს ყველას, როგორც მე, ისე ყველა ჯარისკაცს. ძალიან დადებითად შევაფასებ ბესოს აქციელს აქ ყოფნით და მინდა წარმატებები ვუსურვოთ თავის ცხოვრებაში. ბესო გავიცანი დაახლოებით 12 წლის წინ ერთად მოვდივართ, ერთ ქვედანაყოფში ვსახურობთ. საბრძოლო მოქმედებებში ერთად ვიღებთ მონაწილეობას და უშუალოდ იქ ვიყავი, როდესაც ბესოს დაემართა ეგ ამბავი. სამწუხაროდ, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ბესო დღეს აგრძელებს თავის მოვალეობას მაღალ დონეზე და რო იტყვენ ვამაყობ ბესოთი, რომ დღეს აქ იმყოფება და ჩვენს გვერდში. რომ არა ქვეყნის ინტერესები, რა თქმა უნდა, ავღანეთი არ არის ის ადგილი, სადაც კლიმატური პირობები სასიამოვნო შეიძლება იყოს. არის უდაბნო, არის ტვერი, კარი, სასიში გარემო. მაგრამ ამას ყველაფერს ეგუება ქართველი ჯარისკაცი იმისათვის, რომ ჩვენი შვილები და ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო. მიიღეთ წოლილად მდგომარეობა.
სიცოცხლის ფასი არ არის ნამდვილად ის ხელფასი, რომელსაც იღებს ჯარისკაცი, თუმცა ხო რა თქმა უნდა ვცდილობთ უჯობესდება მისი პირობებით, იზრდება ხელფასი, სოციალური პირობები უჯობესდება, მის ოჯახს დახმარებას იღებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ არაფერი არ არის სიცოცხლის ფასი. ამდენად აქ წამოსული ჯარისკაცის ის გაუმართლებელია, რომ მოდის აქ თქვა მარტო სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით თუ ამ მაღალი ხელფასით. არა, აქ მოდის სამხედრო, იმიტომ რომ არის პროფესიონალი, უყვარს თავის ქვეყანა და უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს. ამის ძალიან კაი მაგალითად თვითონ აი ბატონი ბესო კაპიტანი, რომელიც ფეხი დაკარგა, მან თავის ვალი სამშობლო წინაშე მოიხატა 2008 წელს. მას უსთავსად შეეძლო ყოფილიყო სახლში და ემკურნალა, მაგრამ მან ეს აირჩია ის ყოფა, რასაც მისი სული არის. ის თვლის თავის სრულფასოვან სამხედრო მოსამსახურე და ჩვენ თვლით არა მარტო სრულფასოვან, უფრო მეტად სრულფასოვანი პლუსით, მინდა ესეთი მებრძოლები და ესეთი ოფიცრები აძლევენ ზუსტად აი იმ პოზიტიურ დასკვებს ქართულში აღებულ ძალებს, რომელსაც ვიღებთ აი უცხო ქვეყნის საკმაოდ მაღალი სამხედრო მოღვაწეებისგან. In Helmand Province, Afghanistan, our regiment comprises of ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში ჩვენ უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული მისია გვაკისრია. მონაწილეობთ ასევე ავღანეთის არმიის წვრთნაში, რაშიც გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ. ამ წარმატებებს ვერ მივაღწევდით ქართული კონტრიბუციის გარეშე. ჩვენთვის დიდი პატივია ქართულ ჯარისკაცებთან ერთად მუშაობა. ისინი თავს უძღვნიან ამ მისიას. ჩვენ ერთად კოორდინირებულად უძღვებით საკმაოდ რთულ საქმეს. ისინი ჩვენი ძმები არიან და მინდა ყველა ქართველს მადლობა ვუთხრა. განსაკუთრებით აქ მყოფ 2 ბატალიონს, ღმერთმა დალოცოს. And I just want to thank everybody in Georgia and the 2 Georgian battalions especially. God bless and Semper Fidelis. ქართული ჯარი პირველ რიგში ნიშნავს ჩემთვის ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩემი ქვეყნის მთლიანობას, ჩემი ქვეყნის მშვიდობას. როცა ვიძახი რომ მე მსახურები საქართველოს, ეს ჩემთვის დიდი პატივია. ჯარში მე თუმეტე ძნელი აქვს ძნობებზე ლაპარაკი და არც არის მიღებული, იმიტომ რომ კაცრი პირობებია აქ. და არ შეიძლება რომ ადამიანმა თავის თავს მისცე იმის უფლება რომ რაღაც სისუსტე გამოიჩინო, თან მით უმეტეს ქართველებს არ გვახასიათებს ეს სისუსტეების გამოჩენა. თუგით საბრძოლო ვითარებებში და ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ დავანახოთ ის განცდები, რაც შეიძლება ქონდეს ქართულ ჯარისკაცს და გავაგრძელოთ ჩვენი გზა ღირსეულად. ყველაზე ძნელი მომენტი ეგ არის. როცა მიჩვეულ იყავი მათთან ერთად იმ გაჭირვების გავლას და იმ საფრთხესთან შეხვედრას, ეხლა უკვე გიწევს მეორე ხაზიდან მაგათი მხარდაჭერა. ეს ჩემთვის უფრო მტკივნეულია. ჩემი მოვალეობა ვიცოდე მიმდინარე და დაგეგმილი ოპერაციები და კოორდინაცია მოვახდინო ჩემს ბატალიონს და პოლკის შორის. საჭიროების შემთხვევაში ვახდენ კოორდინირებას და ვაწვი საჭირო ინფორმაციას როგორც ზემდგომებს, ისე ჩემ ბატალიონს. როდესაც ჩემი ქვეყანა იქნება მშვიდობიანად, ეს წინაპირობა იქნება იმისა, რომ მსოფლიოშიც შეიძლება მშვიდობა დამყარდეს. უბრალოდ ყველამ ჩვენთაგანმა უნდა დადოს სათითაოდის აგური ამ მიზნის მისაღწევად.
ერთ-ერთი აგური შეიძლება ვთქვათ, ეს ავღანეთის მისიაც არის. ჩემი მთავარი ოცნება დავიბრუნოთ ის დაკარგული ტერიტორიები და თამამად შევხედო ჩემი შვილების თვალებში. და არ შემწხვეს იმისა, რომ იმ დროს, როცა კარგავდა ჩემი ქვეყანა ტერიტორიებს და როცა იბრუნებდა, მე არ ვიყავი ამ მოვლენების მონაწილე და მე ვემსახურე ჩემ ქვეყანას რითიც შემეძლო. იმედია ჩვენ დავიბრუნებ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს. დამყარდება მშვიდობა არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.